ნახეთ როგორ პირობებში ვამუშავებთ აქ ხალხს და წვიმაში, თქეშში, ყინვაში წარმოუდგენლად დიდ სიცხეებში, ზაფხულში და 24 საათი არ გაჩერებულა სამუშაო. და მართლა თავარი ის კი არა ჩვენ რას დავგეგმოთ, არამედ ეს ხალხი რო არ ყავდეს. მე არ ვიცი სოფლიოში მუშები რომელიც ამ პირობებში ასეთი ინტენსიურობით იმუშავებთ. და არ ვიცი რა ხელფასს უნდა გადავხავთ ამ ხალხს რომ ასე მაგრა იმუშავა. ამიტომ მინდაც მე მართლა ნამდვილი მადლობა გითხრათ, იმიტომ რომ ნახეთ, ნახეთ, აი დაკოჟრილი ხელის გაკეთებულია ეს ყველაფერი. რამაზი და ჩვენ კაბინეტებს ხერ, ნუ რამაზი ბევრს დარბის, მაგრამ აი ამ ხელით კეთდება, აი ეს ხელია ყველაფერი. დიდი მადლობა. და მე მინდა დიდი მადლობა გითხრათ რა ყველაფერი. ყველას მადლობა. მადლობთ იმისათვის რაც საკეთებთ. კიდე ამიტომ უბრალოდ არ შემეძლო არ გამომელო და არ მეთქვა თითოეულ თქვენგანისთვის მადლობა იმისათვის რომ ამ პირობებში მაინც ძალიან ჩქარა აშენეთ. ეს გრიკოძე ორჯერ პატარაა, ხო? ესე იგი 800 მეტრია, ერთი მეორე 840 მეტრი. ხო, ესე რეალურად ეს ორი გვირაბი ერთად არის როგორც ერთი რიკოთი. და ერთ-ერთად შევაშენეთ. ესე რიკოძე რამდენი წელი აშენებდა კომუნისტებს? ესე იგი ზუსტად 7 წელი. ესე იგი რაც 7 წელს აკეთებდნენ იმდენი რესურსები და ფულით, იმაზე ბევრად მოხდა რიკოთი რა აშენებული ყო, რას გავდა. რიკოთი სახიფათო გვირაბი იყო 200 მარკის ბეტონით იყო. ანალიზი ხო გავაკეთეთ ბატონ პრეზიდენტი. ეს რამდენია 500-ია? ეს აი ყველა 500-ია, ესაც და რიკოთიც, ახალი რაც გავაკეთეთ რიკოთში. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აი მინდა ყურადღება მიაქცევ, რომ ერთმანეთთან კავშირშია გვირაბები. აი ხა მივიდა იქ არის გასასვლელი. თუ ხომ ერთმანეთს მოხდეს ხიფათი. აი ყველაფერი ყველანაირ ძღოლი დაცული არის. ადრე სულ მაინტერესებდა ხოლმე გვირაბში რაღაცა მოხდეს გვერდზე საჩირო გაიქცა და ეხლა გადადიხარ მეორე გვირაბში. ჩვენი მთავარი განსხვავება მაინც არის ის, რომ ჩვენი ხალხი ძალიან განათლებულია, ძალიან კვალიფიციურია, თან ყველა ასაკის ადამიანს ვლაპარაკობ და ძალიან ჩქარა ექვემდებარება მათ შორის გადამზადებას. ეს არის რა, ახალ რაღაცებს უცებ იღებენ, კრეფენ და ამიტომ ვერავინ უნდა გვაჯობოს, ეს არის ჩვენ თეორიული პლუსიერკერანის სოკარი. ამდენი დიპლომიან და დაუსაქმებელ იურისტთან რაღაც სხვა პროფესიას ჯობია ადამიანი ვიცით კონკრეტულ რაღაცას კეთება, ქვეყანა შეიძლება, ქვეყანა ვითარდება და ახლა ჩვენ არ აღვაქვს იმის პოპულება, რომ სპეციალისტები უცხოეთში და ვატაროთ. ჩვენი გჭირდება. და იქით გაუშვებთ კიდე უცხოეთში დროებით, მერე სამუშაოც, როცა ყველაფერს ავაშენებთ ჩვენ ქვეყანაში. მაგრამ მაგ დრომდე არის კიდე 20 წელი, საქართველოს 20 წელი, თუნდაც ამ ტიპით სულ და შენდებოდეს.